დღევანდელი დღის თემა. სარას აბრაამის ცოლს არ უშობია მისთვის, ხოლო სარას ყავდა ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი. ამჟამინდელი საკითხავი ისევ აბრაამზე საუბარისკენ გვიბიძგებს. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამდენი დღის განმავლობაში მისი ცხოვრების ისტორიაზე ლაპარაკს დღესაც ვერ დავასრულებთ. მართლის სათნოებათა სიუხვე და მისი სრულქმნილების დიდებულება ძლევს კაცობრივ ენას, რადგანაც განა შეძლებს კაცთაგანი ჯეროვნად შეაქოს იგი, ვინც მაღლით შეამკო და განადიდა უფალმა. და მაინც, თუმცა ჩვენი სიტყვა ვერ შეწვდება მის ღირსებათა სიმაღლეს, შეძლებს დაგვარად მაინც გადმოგცემთ მისი ცხოვრების მოვლენებს და ვისურვებ, რომ მის სათნოებათა ბაძვის სურვილი გაგიღვივოთ. და ჭეშმარიტად. მართლაც, ამ კაცის სიბრძნე ნამდვილად კმარა იმისათვის, რომ სათნოებებისაკენ მიქცევა უქადაგოს, ვინც ყურადღების დაძაბვას მოისურვებს. გთხოვთ, ყურადღებით ისმინეთ ჩვენი ქადაგება, რომ ამჟამინდელი საკითხავითაც პატრიარქის სიბრძნის მოყვარებას ეზიაროთ. აქედან ქალებსა და კაცებსაც შეუძლია ისწავლონ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ერთად ერთსულოვნებით ისე, რომ თავიანთი ცოლ-ქმრობის სისრულე დაიცვან. რომ არც ქმარი დაუპირისპირდეს ცოლს და ყოველთვის ისე ეპყრობოდეს, როგორც მყიფე ჭურჭელს შემწყნარებლურად და არც ცოლი ეწინააღმდეგებოდეს ქმარს. არამედ, თითოეული თავისთავად ცდილობდეს, რომ მეორე შეუმსუბუქოს ტვირთის სიმძიმე და ოჯახზე მეტად არცერთს არაფერი ეძვირფასებოდეს. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენთვის ეს სწავლება გასაგები გახდეს, თავად წერილის სიტყვები მოვისმინოთ. სარას აბრაამის ცოლს არ უშობია მისთვის, ხოლო სარას ყავდა ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი. ძირითადი ნიშანი აქ საყვარელნო. ღვთის გამოუთქმელი მოთმინება და მართლის ასევე გამოუთქმელი რწმენა და ის სულგრძელობაა მან, რომ ამ აღთქმის მიღებისას გამომჟღავნა. მართლაც, მას შემდეგ, რაც ღმერთმა აღუთქვა, რომ მისი მოდგმა ამ მიწას დაიმკვიდრებდა, მისი შთამომავლობა სიმრავლით ვარსკვლავებს გაუტოლდებოდა და ამის შემდეგ აბრაამა ხედავდა, რომ არც ერთი აღთქმა არ სრულდებოდა და აღთქმა აღთქმად რჩებოდა. იგი მაინც არ შეშფოთდა, სულიერად არ შეირყა და არ შეყოყმანდა და კვლავ ურყევის სულით სწამდა აღთქმელის ძლიერება. სწორედ ამასვე გამოხატავს წმინდა წერილი, როდესაც ამბობს: სარას, აბრაამის ცოლს, არ უშობია მისთვის. და ამით გვაჩვენებს, რომ ყოველივე მომხდარის შემდეგ, მასთან დადებული აღთქმის შემდეგ, მისგან აურაცხელი შთამომავლობის გამოსვლის დაპირების შემდეგ, ის არც დაამწუხრა და არც დაეჭვა იმის დანახვამ, რომ ნათქვამიდან არაფერი ასრულებულა და უფრო მეტიც, ყველაფერი პირიქით გამოვიდა, რადგანაც იმ ყოველივეს მერე, რაც ადრე ითქვა, წერილი ამბობს: სარას, აბრაამის ცოლს, არ უშობია მისთვის, რათა შენ იცოდე, რომ ამდენი დიდებული აღთქმის შემდეგ მის თავს კონკრეტული არაფერი მომხდარა. ხოლო სარას უნაყოფობა და მისი საშოს უსიცოცხლობა იმდენად აშკარა იყო, რომ მართლის წმენის შერყევა შესაძლებელი ჩანდა. მაგრამ მამამთავარი ბუნებრივ დაბრკოლებებს უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას. მან იცოდა სიბრძნე ღვთისა, რომელიც, როგორც ბუნების შემოქმედი, გაუვალ ადგილებში გზის გამოჩინებას შეძლებს. აბრაამი, როგორც კეთილი შვილი, არ იძიებდა თუ როგორ იზამდა ამას ღმერთი, არამედ მის გამოუკლებელ განგებულებას ხედავდა და მისი სიტყვებისას სწამდა. სწორედ ამის გამოა ნათქვამი, რომ სარას აბრაამის ცოლს ამ აღთქმის შედეგაც კი არ უშობია მისთვის. და წმინდა წერილი უმიზეზოდ როდი ახსენებს აქ მხევალს და მისი წარმომავლობის დასაზუსტებლად დაურთავს: ეგვიპტელი. ამით წერილი ძველ ისტორიასთან გვაბრუნებს და გვაჩვენებს, რომ ეს მხევალი იმ მხევალთა რიცხვიდანაა, ვინც ფარაონმა სარას უბოძა მაშინ, როდესაც ეგვიპტის მეფეს სურდა აერიდებინა ყოველთა ღმერთის მსჯავრი. მაშინ, ქანაანის მიწაზე დაბრუნებისას სარამ ეს მხევალი თან წამოიყვანა. სწორედ ამ მიზნით გვაგებინებს წერილი მხევლის სახელსა და წარმომავლობას. ახლა კი სარას გონიერებას დააკვირდი. მისი არაჩვეულებრივი სიმშვიდე და პატრიარქისადმი მორჩილება იხილე. უთხრა სარამ აბრამს, ქანაანის მიწაზე: აჰა, დამგმანა მე უფალმა, რომ არ ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, რომ მისგან შეგვეძინოს შვილი. ნახე ამ ქალის დიდსულოვნება. მას იმის მსგავსიც კი არ უთქვამს რამე, მოგვიანებით რაქელი რომ მეტყვის იაკობს. მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები. მაშ რას ამბობს სარა? აჰა, დამგმანა მე უფალმა, რომ არ ვშობო. ანუ, რადგანაც ბუნების შემოქმედმა უნაყოფოდ და შვილების შობის უნაროდ გამაჩინა, შენც ამას აქვს მიღწეული ჩემი უნაყოფობით, სრულიად უშვილოდ რომ არ დარჩე, შედი ჩემს მხევალთან, რომ მისგან შეგვეძინოს შვილი. დიდი და უჩვეულოა ქალის სიბრძნე. რომელი ქალი გაბედავდა ამის გაკეთებას? ან ქმრისთვის ამგვარი რამის რჩევას, ან და მონისთვის სარეცელის დათმობას. ხედავ, რამდენად დაშორებიან ისინი ყოველგვარ ვნებას. მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ: უშვილოდ არ მომკვდარიყვნენ. მაგრამ ამავე დროს ცდილობდნენ ერთმანეთის ნუგეშისცემასა და ამასთან დაურღვეველი და მშვიდობიანი კავშირის შენარჩუნებას. ახლა მამამთავრის უდიდეს თავშეკავებასა და სიმშვიდეზე დაფიქრდი ცოლის უნაყოფობამ კი არ შეაძულა იგი, როგორც ზოგიერთი უგუნური იქცევა ხოლმე და მის და მისი ყვარული კი არ შეუსუსტდა. თქვენ იცით, რომ სწორედ ეს უნაყოფობა ძალიან ხშირად ცოლისადმი სიძულვილის მიზეზად იქცევა. შვილთა სიმრავლე კი დიდი სიყვარულისკენ უბიძგებს. უკიდურესად უგუნური ადამიანები უშვილობასაც და მრავალშვილიერებასაც ცოლებს მიაწერენ და არიციან, რომ ყოველივე ჩვენი ბუნების შემოქმედზეა დამოკიდებული და არც თანაცხოვრება და არც რაიმე სხვა თავისთავად შვილთა შობას ვერ განაპირობებს
თუ მაღლის ხელი არ შეეწია და ბუნება შობისთვის არ აღძრა. რადგანაც ეს ყოველივე კარგად იცოდა, მართალი აბრაამი უშვილობას ცოლს არ აბრალებდა და ყოველთვის შესაფერის პატივს სცემდა. ამიტომ სარაც პატივისცემით პასუხობს ქმარს და სურს აჩვენოს, რამდენად უყვარს იგი, რომ საკუთარ თავზე კი არ ფიქრობს, არამედ მის ნუგეშის ცემაზე და თავისი ხელით მიხავს მის სარეცელთან ეგვიპტელი მხევალი. ქალი სიტყვითაც ამტკიცებს იმას, რამაც ამ საქმის გაკეთება გადააწყვეტინა და ამბობს: „დამგმანა მეუფალმა, რომ არ ავშობო. შეხე რა კეთილშობილი სულია, უნაყოფობის გამო არ დრტვინავს და გულს არ იმუსრავს. მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ თავის უნაყოფობას ბუნების შემოქმედის ნებას მიაწერს, მის ნებას ემორჩილება. შვიდად და დიდსულოვნად იღებს თავის ხვედრს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ქმარი დაამშვიდოს. დამგმანა მეუფალმა, ამბობს, რომ არ ავშობო. რა გამომხატველია თავად ეს ნათქვამი? რა ძლიერად აჩვენებს ის ღვთის განგებულებას და ღვთის გამოუთქმელ ძლიერებას. თითქოს სარა ამბობს: როგორც ჩვენ გვმანავთ და ვაღებთ კარს, ასევე მოქმედებს უფლის ნება ჩვენს ბუნებაზე. გმანავს და როცა თვითონ ინებებს, კვალ ვაღებს. აჰა, დამგმანა მეუფალმა, რომ არ ავშობო. შედი ჩემს მხევალთან, რომ მისგან შეგვეძინოს. ანუ, ვიცი, რომ უნაყოფობის მიზეზი მე ვარ, ამიტომ არ მსურს უნუგეშოდ დარჩე. ან იქნებ სარა ეჭობდა, რომ უშვილობა მისი კი არა აბრაამის ბრალი იყო. სურდა ამაში დარწმუნებულიყო და გაეგო, მხოლოდ თავისთვის უნდა დაებრალებინა უნაყოფობა თუ არა. ამიტომაც უთმობს იგი თავის ადგილს მხევალს და თავის სარეცელთან მიხავს იგი. ყურად იყო აბრამმა სარას ნათქვამი. დიდად ბრძენია მართალი, რასაც ადრე ვამბობდი, იმასვე ვიტყვი. პირველად თავად კი არ მოიფიქრა ამგვარი რამ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღრმად იყო მოხუცებული, არამედ სარას რჩევა მიიღო. იგი სიხარულით დათანხმდა და აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება ვნებამ ან ჟინის შემოტევამ კი არ მიაღებინა, არამედ შთამომავლობის დატოვების სურვილმა. სარამ, აბრამის ცოლმა, მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის მიწაზე მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე. და აკვირდი წერილის სიზუსტეს. იმისათვის, რომ გვაჩვენოს, რომ აბრაამი მაშინათვე კი არ დაემორჩილა სარას სიტყვებს, ნათქვამია: სარამ, აბრამის ცოლმა, მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი ჩვენ ვხედავთ, რომ ის ამ საქმეზე მხოლოდ ცოლის სანუგეშოდ და მისი რჩევის გასათვალისწინებლად წავიდა. და იმისათვის, რომ მამამთავრის სიწმინდე და უმანკოება სრულად შევიცნოთ, წერილი საგანგებოდ შენიშნავს, რომ ეს მოხდა ქანაანის მიწაზე მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე. წერილი უმიზნოდ როდი ასახელებს წლების სიმრავლეს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მივხვდეთ, თუ რაოდენ ხანგრძლივად ითმენდა უშვილობას მართალი და ყოველგვარ ვნებაზე ამაღლებული უმანკოებას იცავდა. უფრო მეტიც, ამ სიტყვებს ქანაანის მიწაზე მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე წერილი იმისთვის დაურთავს, რომ კიდევ ერთი რამ გავიგოთ. მოთმინების მთელი დროს კი არ არის ნახსნები აქ, არამედ მხოლოდ ის, რაც ქანაანის მიწაზე გაატარეს. რატომ და რისთვის? იმის გამო, რომ სწორედ ქანაანის მიწაზე ჩამოსვლის შემდეგ აღუთქვა უფალმა აბრაამს: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. და ამის შემდეგაც უფალი არაერთგზის უმეორებდა ამ აღთქმას. იმისათვის, რომ იცოდეს შენ, საყვარელო, რამდენ ხანს აყოვნებდა უფალი და აღნათქვამს არაფერს უსრულებდა. მართლის სული კი არ ირყეოდა და ღვთის სიტყვას საკუთარ განსჯაზე მაღლა აყენებდა. სწორედ ამიტომაა ნათქვამი. მას შემდეგ, რაც მათ 10 წლის განმავლობაში იცხოვრეს ქანაანის მიწაზეო, ხედავ სულის მხნეობას, ხედავ სიბრძნის მოღვაწებას, ხედავ, რომ მისი მეტად და მეტად განდიდების მიზნით უფალი აღთქმის აღსრულებას აყოვნებს, რადგანაც თავის მონებზე მზრუველობის ნიშნად მხოლოდ სიკეთის მიგებით კი არ შემოიფარგლება, არამედ სახელსაც გაუთქვამს მათ და მათ რწმენას ყველას აჩვენებს. მისი შთამომავლობისთვის ამ მიწის დამკვიდრების აღთქმისთანვე, რომ სარასთვის შვილები ებოძებინა, მაშინ ამისთანაც სასწაულს ვეღარ ვიხილავდით და არც მართლის რწმენა გაცხადდებოდა ამდენი ხალხის წინაშე. ღვთის ძალა ცხადია, მაშინაც აშკარა იქნებოდა. ბუნების უკვე მოკვდინებული უნარი მან ბრძანებით გააცოცხლა და სრულიად შეუძლებელი მუცლადღება შესაძლებლად აქცია. მაგრამ ამ შემთხვევაში მართალი აღარ დაჯილდოვდებოდა ამგვარი გვირგვინით. მაშინ, როდესაც ახლა ამდენი დროის განმავლობაში მისი სათნოება გამოიცადა და დღითი დღედ გაძლიერდა და იმისათვის, რომ იცოდე, ღმერთს მხოლოდ ქველმოქმედება და წყალობა კი არ ემეტება, არამედ ყოველთვის სურს, რომ ამ წყალობის მიმღები განადიდოს, ნახე როგორ მოექცა იგი ქანანელ დედაკაცსაც. თითქოს ირიდებდა და აყოვნებდა მისი ვედრების შესმენას. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქვეყნოდ განეთქვა მისი სახელი. როდესაც იგი მივიდა ვედრებითა და თხოვნით, შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტა დეშმაკეულარს, კეთილმა და კაცთმოყვარე, ყველა მვედრებელის თხოვნის შემსმენელმა, უფალმა პასუხიც კი არ აღირსა. მისმა მოწაფეებმა, რომელთაც არ იცოდნენ რა მოხდებოდა შემდეგ და არც ის თუ რამდენად ზრუნავდა ღმერთი ამ ქალზე, რამდენად სურდა, მისი ღირსება დაფარული არ დარჩენილიყო, მიმართეს მოძღვარს, განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგჩუენ. თითქოს მასზე მეტად შესტკოდათ გული, რადგანაც უკვე მობეზრდათ მისი ტირილის მოსმენა. განუტევე ესე, ამბობენ ისინი, არა იმის გამო, რომ ის ასეთი უბედურია, ან მისი სათხოვარი მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ შეგვიდგჩუენ. და რაო უფალმა,
იმ მიზნით, რომ მისი ღირსება თანდათანობით გაეცხადებინა და მოციქულებისთვისაც ეჩვენებინა, რაოდენ მცირეც წვდებიან მის კაცთმოყვარებას, იმდაგვარად პასუხობს ამ ქალს, რომ დედაკაც სულის სიმტკიცე, მხურვალეს სურვილი და ძლიერი მოშურნეობა რომ არ ქონოდა, მისი სიტყვები გულს გაუხეთქავდა. არავიდრე მოვლინებულ ვარ, ამბობს გარნა ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. და მართლაც. ამის შემდეგ მოწაფეებმა შეწყვიტეს ქალის შუამდგომლობა. მაგრამ მას სასო არ წარკვეთია და მისი ლოცვა კიდევ უფრო დაჟინებული გახდა. ასეთია მწუხარე და გულმოდგინეს სული. ის არა დაგდებს სხვები რას ლაპარაკობენ. მხოლოდ ერთზე ფიქრობს, როგორ მიაღწიოს იმას, რასაც მიელტვის. სწორედ ასე მოიქცა ეს დედაკაციც. მაცხოვრისგან ეს სიტყვები რომ მოისმინა, კვლავ თაყვანისცა მას და უთხრა, უფალო, შემიწყალე მე. მან იცოდა უფლის სიკეთე და იმიტომაც არ იხევდა უკან. კვლავ დააკვირდი, რა საოცრად წარმართავს საქმის ვითარებას ქრისტე. არც ამჯერად პასუხობს ქალს მოწყალედ და მისი სიტყვები კიდევ უფრო მკაცრი და ულმობელია. მან იცოდა დედაკაცის სულის სიმტკიცე და არ უნდოდა რომ წყალობა ის რომ მიიღებდა სხვებისგან დამალული დარჩენილიყო. სურდა რომ მოწაფეებსაც ამ მაგალითიდან ესწავლათ, თუ რა დაყოვნებს წყალობას ღმერთი, რა ძლიერია დაჟინებული ლოცვის ძალა და რა დიდი სათნოებებითაა შემკული ეს ქალი. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, არა კეთილარს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. აქ ქალის სულის სიმტკიცე უნდა დაინახო. იგი მოშურნეობით ანთებული და ღვთისრწმენით განცხოველებული, როდესაც თავისი ქალიშვილის გამო მთელი მისი წიაღი იტანჯებოდა, პირს არ იბრუნებს არც ამ სასტიკი სიტყვების შემდეგ. მას მერე რაც გაიგონა რომ ძაღლი უწოდეს, თავს მართლაც ძაღლად აღიარებს, იმის სურვილით რომ ძაღლების უგუნურებას განერიდოს და შვილთა შორის შეირაცხოს. მაშ ისმინე ქალის სიტყვები, რაც იმის შედეგი იყო, რომ ღმერთმა მისი თხოვნის შესრულება დააყოვნა. მისთვის ნათქვამმა სასტიკმა სიტყვებმა არამხოლოდ არ ჩამოაშორა ქალი მაცხოვარს, არამედ კიდევ უფრო დიდი მოშურნეობით აღანთო. ამგვარი სიტყვების გაგონების შემდეგ ამბობს იგი: ჰე, უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთა ისა. ხედავ თურმე რა დაყოვნებდა უფალი, იმისთვის რომ ქალის სიტყვებიდან მისი რწმენის მთელი ძალა შეგვეცნო. შეხედე, მართლაც უფალი მეყსეულად როგორ აქებს და გვირგვინო სანყობს მას, როდესაც ამბობს: ჰოი, დედაკაცო, დიდარ სარწმუნოება ეგე შენი, განცვიფრებითა და ქებით უშვებს იმას, ვისაც თავიდან პასუხიც კი არ აღირსა. დიდარ ამბობს სარწმუნოება ეგე შენი, როდესაც ხედავ რომ ღმერთი ერთხელ და ორჯერ კი არა, არამედ მრავალგზის უარყოფს შენს თხოვნას, სასოს ნუ წარიკვეთ, უკან ნუ დაიხევ, ნუ მოეშვები, არამედ დაუღალავად უხმე უფალს და თაყვანი ეცი მას რომ მოდრიკო წყალობისათვის. გეყავთ შენ, ამბობს ვითარცა გნებავს. ხედავ რომ მას, ვისაც ადრე პასუხიც კი არ აღირსა, ახლა ქებით აჯილდოებს. უბრალოდ კი არ მისცა რასაც ითხოვდა, არამედ განადიდა და შეამკო იგი. ჰოი, დედაკაცო, იგი თითქოს გაკვირვებით ამბობს ამას და სიტყვებით დიდარ სარწმუნოებაა, ეგე შენი მისი სულის სიმდიდრეს გაგვიცხადებს. შემდეგ კი ამბობს: გეყავ შენ, ვითარცა გნებავს. რამდენიც გინდა, რამდენიც ისურვე, იმდენი მოგეცი. შენი დაჟინებული ვედრება მაჩვენებს, რომ ეს დაიმსახურე. ახლა ხედავთ ამ ქალის სიმტკიცეს. ხედავთ მიზეს, რა დაყოვნებს და გადადებს უფალი მისი თხოვნის აღსრულებას, იმისთვის რომ კიდევ უფრო დიდებულად აქციოს. ახლა კი ჩვენს მონათხრობს დაუბრუნდეთ და დავრწმუნდეთ, რომ რაიმე სხვა მიზეზით კი არა, სწორედ განდიდებისა და განსაკუთრებული პატივის მიზეზით აყოვნებდა ამდენი წლის განმავლობაში უფალი აბრაამისთვის აღთქმის აღსრულებას. იმისთვის რომ უკიდურესად განედიდებინა მამამთავარი. სწორედ ამიტომ ითქვა, ქანაანის მიწაზე მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე, რომ შენ იცოდე თუ რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აბრაამმა აღთქმა მიიღო. მან ხომ ქანაანში შემოსვლისთანავე მოისმინა სიტყვები: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. და ყოველივე ამის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ის უშვილო რჩებოდა და სარას უნაყოფობაც იზრდებოდა. სარამ, აბრამის ცოლმა, ნათქვამია მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს. ნახეთ, ძველ დროში რა უმანკონი იყვნენ ადამიანები და რა თავშეკავებულები მამაკაცები. ისინი დიდად ზრუნავდნენ სიწმინდეზე და მათი ცოლები ეჭვადაც კი არას გაივლებდნენ გულში. წერილი წინა განზრახულად რამდენჯერმე იმეორებს. სარამ, აბრამის ცოლმა, მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს. დააკვირდი როგორ შეიტყობს სარა, რომ მათი უნაყოფობის მიზეზი თავადაა და არა მართალი აბრაამი. სახეზეა თანაცხოვრების შედეგი. შევიდა აბრამი აგართან ნათქვამია და დაორსულდა აგარი. მაგრამ ახლა ამ ხევლის უმადურობასაც შეხედე და ქალთა სქესის უძლურებასაც, რომ ყოველივე მამამთავრის დიდი სიმშვიდე დაგანახოს. როცა შეიტყო რომ ორსულად იყო, ნათქვამია დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი. ასე შევიათ მონებს, მცირე სიხარულს რომ გამოსცდიან, საზღვრებს ვეღარ გრძნობენ, საკუთარ მდგომარეობას მეყსეულად ივიწყებენ და განუსჯელად მოქმედებენ. ასე დაემართა ამ მონასაც. როდესაც მიხვდა რომ ფეხმძიმედ იყო, არც დაუფიქრებია ქალბატონის საოცარ სიბრძნეს, არც თავის დაბალ მდგომარეობას. გაამპარტავდა და საკუთარი თავი დიდ ვინმე წარმოიდგინა, ის შეურაცხყოფდა ქალბატონს, რომელიც იმდენად მფარველობდა მას, რომ საკუთარი ქმრის სარეცელი გაუყო. და როგორ მოიქცა სარა, მაშინ უთხრა სარამ აბრამს:
უსამართლოდ მეკცევი. მოგიწვინე ჩემი მხევალი და როცა შეატყო რომ ორსულადაა, დამცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს. აქ მართლის გამოუთქმელი სიმშვიდე უნდა შენიშნო. და ის პატივცემა სარასადმი რომ გამოავლინა, როდესაც მისი არც თუ გონივრული ბრალდების პასუხად შენდობა ითხოვა. მართლაც, ქალი, რომელმაც საკუთარი სურვილით მისცა თავისი მხევალი ქმარს და უთხრა: შედი ჩემს მხევალთან. გამოდის რომ დედაკაცს, რომელიც საკუთარი სურვილით უბიძგებდა ქმარს ამ საქმისაკენ, აზრი შეეცვალა და ეუბნება: უსამართლოდ მეკცევი. მაგრამ რატომ? განა მონასთან შეერთება აბრაამმა თავად ისურვა? განა თავშეუკავებლობამ ჩაადენინა ეს საქციელი. ეს ყველაფერი შენი დაჟინებით, შენი ჩაგონებით ჩაიდინა დედაკაცო და რაღაცამ გაგაწყრო ქმარზე. აი მოგიწვინე ჩემი მხევალი. თუ აღიარებ რომ თავად შესთავაზე და მას თავისი ნებით არ მიუღია იგი, უსამართლობას რაღაც აბრალებ. იმიტომ პასუხობს ქალი, რომ თუმცა მე შემოგთავაზე იგი, მიუხედავად ამისა, მისი თავხედობა რომ დაინახე, მისი უსაქციელობა უნდა აღგეკვეთა. როცა შეატყო რომ ორსულადაა, დამცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს. მიუგებს სარა, აი ჭეშმარიტად დიაცური სიტყვები, უძლურ სქესს რომ სჩვევია, თითქოს აბრაამისთვის ეთქვას. უშვილბის გამო მინდოდა შენთვის ნუგეში მეცა, ამისთანა ზრუნვა გამოვამჟღავნე, საკუთარი ხელით მოგიყვანე ეს ქალი და მასთან შეერთების აუცილებლობაში დაგარწმუნე. მაგრამ შენ, როდესაც დაინახე ფეხმძიმებამ როგორ გაათავხედა და გააყოყოჩა, იგი უნდა მოგეთოკა და ჩემი წყენინებისთვის დაგესაჯა. შენ კი ეს არ ხქენი. თითქოს დაგავიწყდი მეც და ამდენი წლის ჩვენი ერთად ცხოვრებაც. შენ შეურაცხ მყავდა დამამცირე ამ ეგვიპტელი მხევლის წინაშე. ახლა უფალმა განგვსაჯოს. ეს გულის გამგმირავი სიტყვებია და მამამთავარი დიდად ბრძენი რომ არ ყოფილიყო და სარასადმი უღრმესი პატივისცემით განწყობილი, მას განარისხებდა და შეურაცხყოფდა ასეთი მკაცრი სიტყვები. მაგრამ სქესის სისუსტე რადგან იცოდა, მან დიდი სიმშვიდით მოითმინა ნათქვამი. ახლა უფალმა განგვსაჯოს. დაფიქრდი, რაზე წავედი შენს გამო, იმისთვის რომ სიბერეში მაინც გეგრძნო თავი მამად. მე ჩემი მონა ავამაღლე ჩემს წოდებამდე. შენ კი, მისი უმადურობის დამნახავმა, არ დასაჯე იგი და არც მე დაგიჯილდოვები ვარ იმ ყურადღებისთვის შენდამი რომ გამოვავლინე. ახლა უფალმა განგვსაჯოს. მან ვინც თითოეულის დაფარული განზრახვა იცის, განგვსაჯოს ჩვენ და თავადაც ხვდები რომ მე ყოველგვარ ნებაზე ავმაღლდი, შენი ნუგეში საკუთარს ვამჯობინე და სარეცელზე ჩემი მონა მოგიწვინე. შენ კი ყურადღება არ მიაქცია არაფერს, რაც მე გავაკეთე შენთვის. უფლებას აძლევს სიმშვიდედ დამერღვიოს და ამ უგუნურს გონს არ მოაგებ. და რას აკეთებს ეს მტკიცე კაცი, ღვთისმხნე მოღვაწე, რომელიც ყველა შემთხვევაში ჯილდოს იმსახურებს ხოლმე. ამ შემთხვევაშიც უდიდეს სათნოებას დაგვანახებს და ნახე, რას ეტყვის ცოლს. აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს ისე მოეკეცი. დიდად ბრძენია მართალი. დიდად მომთმენია იგი. სარას სიტყვებმა არა მარტო არ განარისხა, დიდი სიმშვიდითაც უპასუხა. გონია რომ შენს მწუხარებაში მე მიმიწვის ბრალი და ფიქრობ რომ მონის ეს საქციელი მე მეამება, რადგანაც ერთხელ ჩემს არეცელზე იყო იგი. მაგრამ იცოდე რომ შენთვის დაჯერება რო არ მომესურვებინა, ამას თავად ვერ გავბედავდი და არ გაიძულებდი შენი სარეცელი მონისთვის დაგეთმო. და იმისთვის რომ დანამდვილებით დარწმუნდე ამაში, აი იგი შენს ხელთაა და როგორც ისურვებ ისე მოეკეცი. განა უფლებები მოგაკლდა შენ? ან მისი ფლობის უფლება დაკარგე? მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა, შენ მაინც მისი პატრონი ხარ. ის შენს ხელთაა? ამხილე, გონს მოიყვანე დასაჯე იგი, რაც გინდა და სამართლიანად მიგაჩნია ის უყავი მას. ოღონდაც ნუ გაწყრები და უგუნურ საქციელს ნუ მომაწერ. საკუთარი ვნებების გამო კი არ დავთანხმები ვარ მასთან კავშირს და არც ისეთია ჩემი კავშირი მასთან, რომ ვნებით გატაცებულმა შენს თავს ვამჯობინო იგი. ვიცი, შენ რა გეკუთვნის, ვიცი მონების უმადურობაც. მე მასზე არ ვფიქრობ და არც ვზრუნავ. მარტო ის მინდა, რომ შენ იცხოვრო უზრუნველად, მშვიდად, პატივით ყოველგვარ მწუხარებას განშორებულმა. აი ჭეშმარიტი მეუღლეობა. აი ჭეშმარიტი კაცი, რომელიც ცოლის სიტყვებს დიდ ყურადღებას კი არ აქცევს, მაგრამ ამავე დროს შემწყნარებელია სუსტი სქესისადმი და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ყოველგვარ უთანხმოებას განერიდოს და მშვიდობა და თანხმობა ჩამოაგდოს. დაე, ყურად იყონ ეს ქმრებმა და მართლის სიმშვიდეს მიბაძონ. ასეთი პატივითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ ცოლებს და აინდონ ისინი როგორც სუსტი ჭურჭელი და ამით განამტკიცონ კავშირი. ჭეშმარიტად, ნამდვილი სიმდიდრე და უდიდესი ბედნიერება ისაა, როდესაც ცოლსა და ქმარს უთანხმოება არაფერში აქვთ და ერთ ხორცად არიან შეკავშირებულნი, რადგანაც ორნი ერთ ხორცად იქცნენ. ასეთი ცოლ-ქმარის სიღარიბეშიც რომ ცხოვრობდნენ და არც სახელგანთქმულნი იყვნენ, მაინც ბედნიერები იქნებიან. იმიტომ რომ ისინი ჭეშმარიტი ბედნიერებით ტკბებიან, რადგანაც ჭეშმარიტი სიხარულით ნეტარებენ და მუდამ მშვიდობით ცხოვრობენ. ხოლო ის წყვილი, ვინც ასე შეთანხმებულად არ ცხოვრობს და პირიქით ეჭვიანობას ტანჯავს და ამას ოფლის სიკეთეს მისდევს, რაც უნდა დიდი სიმდიდრით იყოს მოცული, მდიდრული სუფრებითა და დიდებით მოსილი, ცხოვრებას მაინც უბედურად ატარებს. ყოველდღიურად დარდისა და მღელვარების მიზეზს იგონებს, ერთმანეთზე ეჭვიანობს და ვერაფერში სიამოვნებას ვერ გრძნობს, რადგანაც შინაგანი ბრძოლა ყველაფერს ურევს და უამრავ უსიამოვნებას შეამთხვევს მათ. აქ კი მსგავსიც კი არაფერია.
მამამთავრმა თავისი სიმშვიდით ქალბატონის მრისხანება დააცხრო და მას მხევალზე სრული ძალაუფლება მიანიჭა. სახლში კი სიმშვიდემ დაისადგურა. მაშინ დაუწყო სარამ ჩაგვრა და გაიქცა მას აგარი. როგორც კი სარამ თავხედობისთვის დასაჯა მონა, იგი გაიქცა. ასე შჩევიათ მონებს. თუ თავის ნებაზე არ უშვებენ და განზრახვის შესრულებაში ხელს უშლიან, მაშინვე ბატონის ძალაუფლებას ირიდებენ და გარბიან. მაგრამ ნახეთ აქ, მართლის საპატიოდ ღვთის რაგვარ განგებულებას ეღირსება თვით ეს მონაც კი. რადგანაც მის წიაღში მართლის თესლი იყო, ის ანგელოზის ხილვასაც კი ეღირსა. ნახა იგი უფლის ანგელოზმა ამბობს წერილი წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის. უფლის კაცთმოყვარება იხილე, როგორ არავის ტოვებს იგი და მონაა თუ მხევალი, თავის განგებულებას უცხადებს. წოდებას კი არ უყურებს იგი, არამედ სულის განწყობილებას. თუმცა აქ ანგელოზი მონის დამსახურებისთვის კი არ მოივლინება, არამედ მართლის საპატიოდ. როგორც უკვე ვთქვით, ქალი ამგვარ მზრუნველობას მხოლოდ იმის გამო ეღირსა, რომ მის წიაღში მართლის თესლი იყო. ნახა იგი უფლის ანგელოზმა, უთხრა: აგარ, სარას მხევალო, საიდან მოსულ ხარ და სად მიხვალ? შეხეთ, თვით ანგელოზის სიტყვებიც კი აგარს თავის მდგომარეობას ახსენებს. იმისათვის, რომ მისი ყურადღება სრულად მიიპყროს, სახელით მიმართავს და ეუბნება: აგარ, რადგანაც ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უსმენთ ხოლმე იმას, ვინც სახელით მოგმართავს. სარას მხევალო, ამით კი ქალბატონს ახსენებს და მიანიშნებს, რომ თუ მან ერთხელ მართალთან გაიყო სარეცელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარა მისი ქალბატონი აღარ არის. ანგელოზი ცდის მას, რომ პასუხი აიძულოს. ამ უდაბნოში საიდან მოხვედი და საით იჩქარიო? ეკითხება. და მართლაც ანგელოზი სწორედ უდაბნოში ხომისთვის გამოეცხადა მას, რომ აგარს იგი უბრალო გამლელად არ მიეჩნია. აქ მხოლოდ უდაბნო იყო და ანგელოზის გარდა სარა ვერავის ხედავდა. ამგვარად, იმის მისახვედრებლად, რომ მასთან მოლაპარაკე ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, ეცხადება მას ანგელოზი სწორედ უდაბნოში. თქვა: სარას, ჩემს ქალბატონს გაურბივარ. ხედავ, როგორ არ უარყოფს იგი სარას თავისი ქალბატონის ძალაუფლებას და ყველაფერს გულწრფელად აღიარებს. ის ფიქრობს, რომ მასთან მოსაუბრი ადამიანი არ არის და არც რამის დამალვას აქვს აზრი. მან სახელით მომართა მანამდე, ვიდრე მე ვეტყოდი ჩემს სახელს და ჩემი ქალბატონი ახსენა. ამიტომ მეც სიმართლე უნდა ვუთხრა. სარას, ჩემს ქალბატონს გაურბივარ. შეხედეთ, როგორ ყოველგვარი სიძულვილის გარეშე ახსენებს იგი თავის ქალბატონს. არ ამბობს, მან შეურაც მყოეს ვერ ავიტანე და იმიტომ გამოვიქეციო. სარაზე საყვედური არ დასცდენია და გაქცევაში მხოლოდ თავს იდანაშაულებდა. ხედავ მის წესიერებას და ნახე რას პასუხობს მას ანგელოზი. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე. აგარის სიტყვებზე: სარას, ჩემს ქალბატონს გაურბივარ, ანგელოზი პასუხობს: უკან დაბრუნდი და უმადურობით ნუ უპასუხებ იმას, ვინც ამდენი სიკეთე გაგიკეთა. და რადგანაც აგარმა სწორედ სიამაყითა და თავმოწონებით განარისხე ქალბატონი, ამიტომ ამასაც ეტყვის: დაემორჩილე. ეს შენთვის იქნება უკეთესი. გაიხსენე, რომ მონახარ და ნურც იმას დაივიწყებ, რომ სარა ქალბატონია. შენს თავზე მაღალი წარმოდგენა ნუ გექნება და რაც გეკუთვნის იმაზე მეტზე ნუ იოცნებებ. დაემორჩილე და სრულად მას მიენდე. ანგელოზის ამ სიტყვებმა საკმარისად მოალბო მისი გული, მისი ამპარტავნება დაამდაბლა, რისხვა დაუცხრო და აზრები დაუმშვიდა. შემდეგ მან რომ არ იფიქროს თითქოს უბრალოდ და უმიზეზოდ ეღირსა ამგვარ პატივს და იცოდეს თუ რაოდენის რუნვითაა გარემოცული იმის გამო, რომ მართლის თესლს ატარებს. ნახე, როგორ ანუგეშებს მას ანგელოზი, სულიერად ამხნევებს და სიტყვით აიმედებს და თანაც დაურთავს. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ დაითვლება სიმრავლის გამო. იმასაც გიწინასწარ მეტყველებ, ეუბნება ანგელოზი, რომ შენგან შობილისაგან ისე გამრავლდება ხალხი, მათი დათვლაც კი გაჭირდება. ასე რომ ნუ დამწუხრდები სულიერად, ნუ დასუსტდები, ფიქრები ნუ გაშფოთებს, მხოლოდ მცირედი მორჩილება გამოიჩინე. აჰა, ორსულადა ხარ, შობვაშს და ისმაელს დაარქმევ სახელად. ანგელოზი ამბობს, რომ ძის შობას და მისთვის სახელის დარქმევას იმისთვის უწინასწარ მეტყველებს, რომ აგარმა დაუჯეროს მას, უკან დაბრუნდეს და თავისი დანაშაული გამოასწოროს. რადგან ამბობს, მოხედა უფალმა შენს ტანჯვას. აქედან ისწავლე, როგორ ნაყოფს გამოიღებს მწუხარება და რამდენად სასარგებლოა ხოლმე უბედურება. როდესაც აგარმა სარა მიატოვა, უფრო მეტად გაუბედურდა. უდაბნოში მრავალი მწუხარება შეემთხვა, სრულიად მარტოდ დარჩა იმ ქალბატონისთვის შესაფერისი სიკეთის შემდეგ, რაც მანამდე ეღირსა ეს ყოველივე განსაკუთრებულად მძიმე იყო. სწორედ ამიტომაც მიიღო ასე დროულად შეწევნა. ანგელოზი ხპირდება, ყოველივე ისე იქნება, როგორც მე გეუბნები. ძესშობს და შენი შთამომავლობა უთვალავი იქნებაო, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას. ნურც ჩვენ გამოვავლენთ დაუდევრობას, როდესაც ვითარების გამო თავს შევიწროვებულად ვიგრძნობთ. ჩვენს ბუნებას ხომ დამდაბლებაზე, პატივმოყვარეობის ალაგმასა და ქედმაღლობის დათრგუნვაზე მეტად ვერაფერი რგებს. უფრო მეტად სწორედ მაშინ შეისმენს ჩვენს ლოცვას ღმერთი, როდესაც მწუხარე სულით, შემოსვლილი გულით და დაჟინებული ვედრებით მივმართავთ. მოხედა ამბობს უფალმა შენს ტანჯვას. შემდეგ კი ანგელოზი აგარისაგან შობილი ძის ცხოვრების წესს აუწყებს, კანჯარივით იქნება იგი ამბობს ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ. თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.
წინასწარმეტყველებს, რომ ის მხნე კაცი იქნება, მებრძოლი და მიწის მშრომელი. ასე რომ რაც მონას შეემთხვა, იქიდან ხომ ხედავ მამამთავრის დიდებულებას. მონაზე ასეთი ზრუნვა ამჟღავნებს სწორედ ღვთის განსაკუთრებულ კეთილნებას მართალზე. როდესაც დაარიგა და კეთილი უწყება გადასცა აგარს ანგელოზი განეშორა. მაგრამ აქ კვლავ მონის კეთილგონიერება დაინახე. დაარქვა ნათქვამია სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა. შენახარ ღმერთი, ჩემი მხილველი, რადგან თქვა. აქაც ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა, ამიტომ ეწოდება ამ ჭას ბერლახაიროი კადისა და ვარადის შორის. დააკვირდი, რომ ამ მიდამოსთვის ახალი სახელის წოდებით მას მომხდარის ხსოვნის შენარჩუნება განუზრახავს. დაარქვა ამბობს წერილი ჭას ღმერთი, ჩემი მხილველი. ხედავ, რომ ხევალი ამდენი მწუხარების გადატანის შემდეგ თანდათანობით გონს მოდის. იმ სიკეთისათვის მას რომ ეღირსა მადლიერებას გზნობს და რამდენადაც შეუძლია ავლენს კიდეც ამას. უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი. აქედან ვისწავლოთ, რამდენად დიდი სათნოებაა სიმშვიდე და რამდენი სიკეთის მომასწავებელია თვითმწუხარებაც კი. სიმშვიდე აბრაამმა სარას რიცხვის დაცხრობით გვაჩვენა, როდესაც მხევალზე სრული ძალაუფლება შეუნარჩუნა და ყოველივე ამის გამო მათ სახლში სიმშვიდე გამეფდა. ხოლო მწუხარების კეთილის ყოფილობა აგარის მდგომარეობიდან დავინახეთ. როდესაც თავის ქალბატონზე გაბოროტებული აგარი სტოვებდა მას, შემოსრილი გულით შესთხოვა უფალს და მაშინვე ნუგეში ეცა. და იმისათვის, რათა მას სცოდნოდა. სწორედ სიმდაბლისა და ტანჯვის საფასურად რომ იღებდა ამ ჯილდოს, ანგელოზი ეუბნება მას. ორსულად ახარ, შობვაშს და ისმაელს დაარქმევს სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ტანჯვას. ამგვარად, საყვარელნო, რადგანაც იცით, რომ მწუხარება უფრო მეტად გვაახლოებს ღმერთთან, ამ დროს ღვთის წყალობის მოპოვების მეტი იმედი უნდა გქონდეს, რადგანაც შემოსვლილი სულითა და მხურვალე ცრემლით მივმართავთ. რა კი ხა ეს ვიცით? მწუხარებამ სასო არ უნდა წარგვიკვეთოს. მწუხარების სარგებელზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი რაც თავს გადაგხვდება, დიდსულოვნად მოვითმინოთ. ყველაფერში, განსაკუთრებით კი მეუღლეებთან მიმართებაში. სიმშვიდე და სიწყნარე ვისწავლოთ. ისინი სამართლიანად გსაყვედურობენ თუ უსამართლოდ, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ და გამუდმებით იმაზე იზრუნეთ, რომ შფოთის მიზეზი აიცილოთ და ოჯახში დიდი სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რათა ცოლიც ახერხებდეს ქმართან კეთილ ურთიერთობას და ქმარსაც შეეძლოს მისი დაცვა ყველა გარეგანი შფოთისა და ქარიშხლისაგან და მასთან ნუგეშისცემას პოულობდეს. ცოლი ხომ შემწედ მიეცა ქმარს, რათა ქმარმა მისი ნუგეშით შეძლოს იმ ყველაფრის გადატანა, რაც ცხოვრების განმავლობაში შეემთხვევა. ხოლო თუ ცოლი მშვიდი და სათნოებებით შემკული იქნება, მარტო მასთან ურთიერთობა კი არ ანუგეშებს მის ქმარს, არამედ ყოველ მხრივ დაეხმარება როგორც გარეთ, ისე იმ სირთულების გადატანაში, ყოველდღიურ ოჯახურ ცხოვრებას რომ სდევს თან. ქალს როგორც გამოცდილ მესაჭეს, შეუძლია რომ ქმრის სულში ამტყდარი ყოველგვარი ქარიშხალი აარიდოს მას და მასთან ერთად ცხოვრებით ყველაფერი გადაატანინოს. ამგვარად შეკავშირებულ და მცხოვრებ მეუღლეებს ამ ქვეყნად არაფერი ამწუხრებთ, მათ ბედნიერებას ვერაფერი არ ღვევს. რადგანაც სადაც ცოლ-ქმარს შორის ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული მეფობს, ყველა სიკეთე იკრიბება. მათ ურთიერთობას არანაირი ბოროტება არ არყევს. როგორც მყარი და დაურღვეველი გალავნი, ისე იცავს მათ ერთსულოვნება უფალში. ეს მათ ანდამატზე უმტკიცესად აქცევთ. კინაზე მყარად, ეს მათ სიმდიდრესა და სიუხვეს განაპირობებს. ეს კეთილ სახელს გაუთქვამს. ეს ღმერთსაც უდიდესი სიკეთისათვის მოძდრეკს მათზე. გევედრებით ყველაზე მეტად ერთსულოვნება დააფასეთ და ყველაფერი ისე აკეთეთ და ისე წარმართეთ, რომ მეუღლეებს შორის სიმშვიდე და მყუდროება იყოს გამეფებული. მაშინ შვილებიც მშობლების სათნოებებს მიბაძავენ, მონებიც მათ მიხედავენ და მთელ სახლში სათნოებები გამეფდება და ოჯახში ყველა იზრუნებს სიკეთეზე. როდესაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ ღმერთს ვაამოთ, მაშინ ყოველგვარი სიკეთე მდინარესავით იწყებს ჩვენსკენ დინებას და აღარანაირი სამწუხარო გზნობა აღარ დაგვრჩება, რადგანაც საღვთო მადლი მთელი სიუხვით მოგვიცავს ჩვენ. მაშინ იმისთვის, რომ ჩვენს უზრუნველად გავატაროთ ამჟამინდელი ცხოვრება და ღვთისგანაც მეტი და მეტი წყალობა მივიღოთ, სათნოებები შევინარჩუნოთ, შევეცადოთ და საკუთარ სახლებში ერთსულოვნება და მშვიდობა გავამეფოთ. შვილების კეთილად აღზრდაზე ვიზრუნოთ, მონების ზნეობაზე, რომ ყოველივე ამისთვის უხვად დავჯილდოვდეთ აღთქმული სიკეთით, მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მამისა და სულისა წმიდისა თან არის დიდება, უფლება და პატივი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.